გახსოვთ მეგობრებო, ჩემს დაქალთან ერთად რო ვიყავით ყაზბეგზე კოსმეტოლოგთან, მან გვირჩია ესეთი პილინგი ყავის, ძალიან კარგი არის სახლის პირობებში, ხო და ხა მეც მოვამზადე და მინდა რომ რაცივია. მინდა რომ გადავინაწილო. აქ არის ესე იგი ერთი კოზი аражანი, დადე. Что? Тетико, пока рано до школы, а в школе вот это зачем? Я красивую. Под низ хочешь? Ну хорошо. ესე იგი აქ არის ერთი კოზი аражანი. ნალექიანი ყავის, აი ბოლოში რო რჩება, ოღონდ უშაქრო უნდა იყოსო და ერთი წვეთი ლიმონიო. ხო და ძალიან კარგი პილინგი გამოდისო სახლის პირობებში და ეხა ჩვენ ეს გადავინაწილოთ და გავისუფთავოთ სახე, სანამ სკოლაში წავალთ. Ბრანჭეთ მე და ალექსანდრუშკა და მივდივართ სკოლაში. და არ დავიღლები იმაზე წუწუნით რომ ღმერთო როგორი მძიმეა. პირველ კლასელი ჩანთა. ალექსანდრა მინდა გაჩვენოთ. ბაგრუძის ეს წუხელ გააკეთა. ეს უნდა წავიდეო სკოლაში, უნდა გავიკეთ მას. Осторожно. Будь здорова. Будь здорова. Светлана, мисси Лукия отсковили. Для школы сколько? Давай, у нас есть время, есть 20 минут. Да, конечно. Да, если тила мазедрес. Александра Грамтмазес рагатса бомба пушка. უნდა შევიდეთ მაღაზიაში. ალექსანდრას ვუყიდოთ რამე გემრიელობა. და ალექსანდრას რო დავტოვებ სკოლაში. მე წავალ სამინისტროში ვარ წასასვლელი. დევნილთა სამინისტროში. ხო. ამინდი ნორმალური. არც ივარაც მთავარია. ესეთი არის რაღაცნაირი მზეა ღრუბელში. მაგრამ არც ივა და ეგ מחარებს. და ვიხარ. ერთი რაც არ מחარებს არის აი ამ ჩანთის თრევა. მაღლის. საღამოს კიდევ ალექსანდრა წამოვა სტომატოლოგთან. დღემალი უნდა გავსინჯო პირველად ჩემო მშობელმა მომიკრიფა. Это тремали красная. Тебе не надо. Здравствуйте. Здравствуйте. Как вы? Хорошо, вы как? Александра Давтовна. Мы мовтиверда. Чан дрема. სოფელში ბებია ჩემთან რომ მოვიდოდა ხოლმე წითელი ტყემალი.
ბაბუა ჩემი აკეთებდა ხოლმე აჯიკას და იმ აჯიკასთან ერთად ჭამდით ხოლმე თუ აჯიკა არ იყო მაშინ მარილთან ერთად ჭამდით ხოლმე და ძალიან გემრიელია გიჟდები წითელ ტყემალზე მწვანე ტყემალზე ხო გიჟდები მაგრამ წითელი მაგაზე მეტად მიყვარს ეხლა მივდივარ საბურთალოზე სამინისტროში უნდა მივიდე რაღაცა საბუთი მაქვს მისატანი არდაილია ხო და სანამ ალექსანდრას სკოლაშია მაგასაც მოვისტუმრებ და მორჩა ცოტა ხანი ჩემი საქმეები всё ვიყავი სამინისტროში კიდევ ქაღალდები წამოვიღე ძალიან მეცინება მაგრამ სტაბედის მონახევრია ამბობენ და მეც ვცდი ჩემი რა მიდის ერთხელ ორჯერ 10 ჯერ და ასე შემდეგ ძალიან მშია და არ ვიცი რა ვქნა თან ალექსანდრასთან მიჩქარება სკოლაში ვერსად ვერ წავა უნდა წავიდე გდანში აქ გადათხარეს ქუჩები და ეხლა კითხაობით უნდა ვიაროთ საით უნდა წავიდეთ ой გზაში იმდენი ხანი ვიყავი რომ ალექსანდრასთან დავაგვიანე რა გინდა სად მოხვედი სად მოხვედი სტომატოლოგთან სტომატოლოგიურ კლინიკაში არა მოგია ალექსანდრას ჟაკეტი დავკარგეთ და ნახეცად ჩამოუკიდიათ. Დაგვივარდა ეთყო. Наверное, у нас упала, и кто-то взял и повесил туда. Наверное. Спасибо скажи кому-то. Не знаю. Хо! Виповет те! Агерекида! Ჩემი ზევიდან ფერის იპოვეთო. ერთი ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს, ისეთი გახარებული ვარ, რომ მეტი არ შეიძლება ამ დღეს ველოდებოდი ძალიან დიდი ხანი და როგორც იქნა მეგობრებო, ძალიან მიხარია. ერთი სული მაქვს, ეხლა საქმეებზე დავდივარ, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და სახლში რო ავალ, უკვე ეს ყველაფერი დავარეგისტრირო. და ვიმოხვაწეოთ საქართველოდან, ძალიან მიხარია. Როგორი სასიამოვნო ხმავს. თუნჯეროდეს. ძალიან მიხარია. ამდენი ხანი ველოდე. დავით. ისე მიხარია ჭკუაზე არ ვარ. აუ. Влог снимаю. ეს მომენტი ყველაზე მაგარი. არ მჯერა ხალხნო. და როგორი ლამაზი ციფრებია, მოიცოდე. Ura magaria. ძალიან მიხარია.
ღმერთო მადლობა. აი თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ მიხარია. როგორც იქნა, რამდენი ხანი ველოდე ღმერთო ამას. ეხლა ვუყურებდი ძალიან ბევრ ბლოგერებს, ქართველებზე არ მაქვს საუბარი და მაგათთანაც 3-4 წლის მერე მიდიოდა ეს კოდი. ეს არის მესამეც და ჩემი თითო ჯერზე 4 კვირა გიწევს ყველა ვარიანტში ლოდინი. ეხლა ეს მე მაქვს 4 აპრილს გამოთხოვილი და 16 აპრილს არის სხვათა შორის ჩამოსული ეს ჩემი წერილი, მაგრამ წინები არ ვიცი, შეიძლება ჩამოვიდა და მე რაღაცას ვტყვი, შეიძლება ჩამოვიდა, მე არ ვიცოდი როგორ უნდა მომეძებნა, უბრალოდ მინსკში ცხოვრების დროს სახლში მოქონდათ ჩემთან და ყველანაირი პრობლემის და იმის გარეშე სახლში საფოსტო ყუთში მიგდებდნენ და всё, ანუ ყველაფერი კარგად იყო და აქ თურმე მარტივ წერილებში თუ სწრაფ წერილებში უნდა აეძებო ეს შენი ესეთი წერილები და თუ არ და ერთ თვეში ვაბრუნებთო უკან. შეიძლება ის ორი რაც მოთხოვილი მქონდა, რა მამაზი ხარ. ის ორი რაც მოთხოვილი მქონდა, შეიძლება ჩამოვიდა, მე არ ვიცოდი როგორ მეძებნა და ამიტომ გაატრიალეს უკან და უბრალოდ შემთხვევით მითხრა იმ გოგონამ, აი შემთხვევით მითხრა პოსტაში და ეს ის პოსტა არის, მეგობრებო, ხო გახსოვთ საქართველოს პოსტაში მთელი ამბები რომ მქონდა, იქ უკვე გოგოები მცნობენ, ძალიან კარგი კოლექტივი მუშაობს, სხვათა შორის მენეჯერს თუ არ ჩავთვლით, გოგოები ძალიან კარგები არიან. ნუ 1-2 არის ძალიან ისეთი რა, იზერელეთ, ძალიან ისე რომ იმას გიშვებოდნენ, მაგრამ მართლა ძალიან გულთან რომ მიიტანეს მაშინ ჩემი ამბავი და ეთყობა იქიდან ვახსოვდი ამ გოგოებს და ეხლა რომ მივედი, მითხრეს რომ ესე კი არა, ანუ ეს მარტივ წერილებში იქნება და ასე მოძებნეთო და მოდით ხოლმე, აუცილებლად როგორც გამოითხოვთო, დაიწყეთო უკვე. ყოველ ანუ 2 კვირაში უკვე მოდითო და ყოველ დღე თუ არაო, რამოდენიმე დღეში ერთხელ მოდითო და დაიწყეთო მოძიებაო, იმიტომ რომ ხან არის რომ ანუ წესით უნდა სახლში თუ არ მოგიტანენ წერილს, პადიესში მაინც ჩვენთან პადიესები ჩაკეტილია, პადიესში მაინც უნდა გაგიკრათ კურიერმა სტიკერი, რომ თქვენ სახელზე რაღაცა წერილი არის მოტანილი და კარები დაკეტილი რომ იყო ამის გამო, ნუ რომ ვერ ამოდის, ანუ ამით მაინც უნდა გაცნობო რომ თქვენი წერილი აქა და აქ არის. მაგრამ მე ასეთიც არაფერი არ მხვდებოდა და ღმერთო მადლობა. ნუ თუ მე შევწელი, ისე მიხარია, უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, რაც იქნება ის იქნება. ნუ განა რას ვშოულობ ხოლმე YouTube-ზე, განა რამდენი მაქვს შემოსავალი, მაგრამ უბრალოდ ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს, ყველაფერი ისე გაქვს, როგორც საჭირო, უკვე სხვანაირად მშვიდად ხარ და ეხლა რომ გავაკეთე ეს, აი ჩემი რაღაცა დიდი ძიჭკა დავიწერე. ხო და დღეს კიდევ მინდა ჩავუჯდე, წინაზე გეუბნებოდით ხო, ალტაში მინდა მეთქი და რაცა ჩამოტვირთვა მინდა მეთქი, ანუ TikTok-ის გაკეთება მინდა, ოღონდ იქაც მინდა რომ მქონდეს მონეტიზაცია. ეს ყველაფერი თავისებურად ხდება, ცოტა რთულია, ანუ არასოდეს არ გამიკეთებია, უბრალოდ საჩალიჩოა ესე რომ ვთქვათ და ვიფიქრე რომ ალტაში მივიტან და თვითონ გამიკეთებენ თქო, ანუ ჩვეულებრივ, ანუ ეგეც პროგრამული მომსახურებაა ხო, ერთ-ერთი და იმ ბიჭმა, ანუ აიღო სცადა გაეკეთებინა, უბრალოდ მიმანიშნა მაინც იმაზე, რომ ეს მის მოვალეობაში არ შედის, ეს ამ ყველაფერში თურმე არ შედის. ანუ ჩვეულებრივი TikTok-ის სიტყვაზე თქვა გადმოტვირთვა თუ შედის ამაში, უბრალოდ ცოტა რთული გზით მისადგომი არის და ანუ მაგის ეგ ეხლა ახალია გესმით, მაგათთვის ზოგადად ყველგან საქართველოში ახალი არის. რა მხრივ იწახი იცი? TikTok-ი ახალი კი არ არის, უბრალოდ რომ მონეტიზირდეს შენი გვერდი, ეს ახალია. არ იციან, თუნდაც YouTube-ზე როგორ გააკეთონ მონეტიზაცია, ძალიან ბევრმა არ იცის, ხო? რა არის ამისთვის საჭირო და უბრალოდ ისე მითხრა, ვითომ ეს ჩვენს მოვალეობაში არ შედის, ზუსტად ისე შედის მათ მოვალეობაში, როგორც სიტყვაზე ვთქვათ, Instagram-ის ჩამოტვირთვა არის. ყველანაირი, ანუ პროგრამული ესეთი მომსახურება, რაც მჭირდება, ანუ რისთვის ვიხდი, ხო? 200 ლარი ღირს, მაგრამ როცა ტელეფონს მათთან ყიდულობ,
ღირს 100 ლარი. ანუ რისთვის ვიხდი მაშინ ფულს, ხო? Instagram-ს მეც გადმოვტვირთავ. რაღაცა წვრილმა რაღაცებს მეც გავაკეთებ, მაგის ეკეთებას რა უნდა. უბრალოდ მართლა მე მგონი ფული მაგაში გადავიხადე და ეხლა ვიღებ რატო გადავიხადე, უბრალოდ არ მინდოდა მეწვალა. მაგრამ ხო ხედავთ დღეს ჩავუჯდები, ეხლა ჯერ ალექსანდრას მოვაწესრიგებ და ჩავუჯდები აუცილებლად და მაგასაც გავაკეთებ, მივიყვან ბოლომდე, მექნება გაკეთებული და ვიქნები დამშვიდებული. კიდე რამოდენიმე დღის უკან პოსტნეული და დღეს ჩავიხედე და თითქმის გაფუჭდა, მაგრამ რაც დარჩა, აი ეს არის და ეხლა მინდა რომ გავაკეთო აჯაბსანდალი. ხახვიც შიგნით სულ ჩარბილებული ყოფილა და მეტიც არ მაქვს და მომიწევს რომ ანუ რაც გამოვიყვანე, აი ამდენი იქნება. პრინციპში ხახვი არც გვიყვარს ჩვენ დიდად, მე საერთოდ შემწვარი და მოხარშული მეზიზღება. ალექსანდრასაც ანალოგიურად. ცოცხალი ხახვი ძალიან მიყვარს, მწვანე ხახვს საერთოდ ვგიჟდები. წინა დღეს ვიყიდე ბაზარში და მთელი ერთი კონა მე ვჭამებ, გიჟდები მწვანე ხახვზე. დღესაც უნდა ვიყიდო ერთი, კარგი იქნება. აჯაბსანდალთან ერთად. ერთადერთი ცუდი რაც არის, მწვანილები არ მაქვს, უბრალოდ მაქვს გაყინული. განისიც არასაკმარისია. მაგრამ არა უშავს. რამეს გამოვიყვანთ მოკლედ რა. აი ესე გადავიდეთ ბადრიჯანზე, სანამ ჩემი ხახვი და სტაფილო ითუშება ერთად. მე კანთან ერთად ვაკეთებ ბადრიჯანს. თქვენ არ ვიცი როგორ აკეთებთ. მე ხლა ესე კუბიკებად დავჭრე და მოვთუშავ ცალკე ბადრიჯანს ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. ცალკე მოვთუშავ მას რა ქვია, კარტოფილს. ალექსანდრას დილიდან რაღაცა ახველებს და არ ვიცი საქმე რაშია. არ ვიცი საქმე რასთან მაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რა. ყოველდღე კარგად იქნება, ხვალ სტომატოლოგთან უნდა მივიდეთ ისევ. Ау. Какой? Ну, вот такой. Маленький который? Да. Не знаю. Ну, он же там был. Был. Никто не спорит. სანამ გაფუჭდებოდა, ჯობია რომ გავაკეთოთ გემრიელი აჯაბსანდალი. იქნება ალექსანდრას სკოლაში წავიყვანო. უბრალოდ რომ წავიყვან სკოლაში უკანა გზაზე, რომ მოვტრიალდები, მწვანილებსაც ვიყიდი და გემრიელი აჯაბსანდალი გამოვა. Александраსაც უყვარს სხვათა შორის. Не, котик, аккуратно. Иди свои макарошки кушай. Я зря тебе приготовила. Иди кушай. Александра საჭმელი გავუკეთე და არ ჭამს. რაღაცა საჭმის გაკეთებას გადავეჩვია, რო გითხრათ რომ აი მე ვუკვეთავ საჭმელს ან რესტორანში დავდივართ თქო მოგატყუებთ, მაგრამ მე მგონი რაღაცა უფრო სწრაფ ხელზე ვაკეთებ ხოლმე საჭმლებს, ესეთი ბადრი, ისა აჯაბსანდალი და მსგავსი რაღაცები დიდი ხანია აქ არ გამიკეთებია. მომენატრა, იცით რა მინდა ხარჩო. ძალიან მინდა ხარჩო, არ ვიცი ეს დღეებია ხომთან ერთად ძალიან მენატრება და კი მაგ ისე შეიძლება გავაკეთო ხომი და ხარჩო მერე. ალექსანდრასაც მოსწონს. რო იცოდეთ ალექსანდრას რა უყვარს. სვანური მარილი გიჟდება. სვანურ მარილზე მეც მიყვარს. მინდოდა გამეკეთებინა გაწეწილი ბადრიჯანი ნიგუზით. მაგრამ მაგას ცოტა მერე გავაკეთებ. ეხლა იყოს აჯაბსანდალი. აი ეს ცოტა ცუდად ვდგავარ. აქ მაგრამ არა უშავს. არა უშავს დღეს ცოტა მზე გამოვიდა და
წესით კარგი ამინდი უნდა იყოს მომავალი 2 დღე, მომდევნო 2 დღე. ზიანი ამინდები უნდა იყოს და 22 გრადუსი, მეგობრებო, 22-23 გრადუსი ძალიან מחარებს. ეგ ფაქტი. ალექსანდრა რაღაცებს უსმენს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა აქ არ შეგვიშლის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია. თუ დააკვირდებით, YouTube-ი ყველა სიმღერას მიბლოკავს და შეიმასაც, რომელიც დაშვებულია. აი, არ ვიცი რა ხდება ეს. მართლა ვერ ხვდები. ნახოთ, როგორი ბადრიჯანი აჯაფსანდალი გამომივა დღეს. წვნიანი მიყვარს. აუ, თანის ქარხნული ყველი მაქვს, როგორ მოუხდება, ხო წარმოგიდგენიათ. ესეც ბადრიჯანი. უშობა ერთი ვნახოთ ჩემი ხახვი. ხახვიც დაბალ ცეცხლზე ძალიან გემრიელად ითუშება და ისეთი გემრიელი სუნი აქვს. სუნი ძალიან მიყვარს.